ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ჩავატარეთ ჟურნალისტური ექსპერიმენტი და ვცადეთ, რომ სიმბოლური თანხა სანქცირებული კლანის შეფების ანგარიშზე გადაგვერიცხა, თუმცა ეს ვერ შევძელით, იმიტომ რომ მათ სახელზე არც ლარის, არც დოლარის და არც ევროს ანგარიშები უკვე აღარ იძებნება, ანუ საქართველოში ორმა ყველაზე დიდმა ბანკმა, რა თქმა უნდა, დაიწყო აღსრულება იმ სანქციების, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა და ეს არის ჩინჩალაძე მურუსიძისთვის, რა თქმა უნდა, განაჩენი. ჯერჯერობით უცნობია მისცეს თუ არა ბანკებმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს იმის საშუალება, რომ ანგარიშების გაყინვამდე არსებული თანხა გამოეტანათ. ჩვენ ამ ინფორმაციის დაზუსტებას უკვე ბანკებთან შევეცდებით, თუმცა ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური ანგარიში არის ლევან მურუსიძის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალბატონის ლელა ჭანიას ანგარიში. ახლა საინტერესოა, როგორ იმოქმედებენ სხვა ბანკები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში თუ მათ ექნებათ იმის სურვილი, რომ გვერდი აუარონ სანქციებს, ისინიც სანქცირებულთა რიგებში შევლენ და მათ უბრალოდ ფუნქციონირება აღარ შეეძლებათ. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს შესწავლას საქართველოში იმ ადამიანების საქმიანობის, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშდარღვევაში არიან ჩართულნი და კორუფციაში არიან გარეულები. ჩვენ გვახსოვს, რომ მაგნიტსკის აქტი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა შსს მაღალი თანამდებობის პირები და დღეს უკვე ვნახეთ, რომ კონკრეტული მოსამართლეები დასანქცირდნენ კორუფციის ბრალდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება მანამ სანამ საქართველოში გაგრძელდება ანტიდემოკრატიული და რეპრესიული ქმედებები, რომელშიც არის ჩართული ყველა უწყება, დაწყებული სამართალდამცავებით, სასამართლო ხელისუფლებით, პროკურატურით. ზოგმა ქვეყანამ აიღო მიდგომა, როდესაც ისინი ასანქცირებენ კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებიც ჩართულები არიან კონკრეტულ საქმეებში. ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ჩვენ ვხედავთ გადაწყვეტილებას, რომ ისინი ხელმძღვანელობას და რეალურ ხელმძღვანელებს სასამართლო სისტემის ასანქცირებენ იმისთვის, რომ ისინი არიან ჩართულები კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში. თავარი მოქმედი პირი და ფიგურა აქ არის ჩინჩალაძე, რომელიც მდიდრდება გაურკვეველი წყაროებიდან, როგორც ჩანს და როგორც წერია თვითონ ამ ბრიტანეთის მთავრობის დასკვნაში, ჩვენი საბანკო სისტემა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ცხადია, მათ ძალიან კარგად იციან, თუ ისინი არ შეასრულებენ სანქციების რეჟიმს, ამ შემთხვევაში მათ სერიოზული საფრთხე და მათ არსებობას სერიოზული საფრთხე შეექმნება. ეს სანქციები არის უვადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინჩალაძეს და მურუსიძეს ხელფასები ბანკის ბარათებზე ვეღარასდროს დაერიცხებათ, თუ კი რომელიმე ბანკი საკუთარ თავზე აიღებს სანქციებისთვის გვერდისავლას, მასაც იმავე ბედი ეწევა, რომელიც ჩინჩალაძეს და მურუსიძეს. ახლა საინტერესოა ის, რა ბედი შეიძლება ეწიოთ მათ კუთვნილებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აქვს. საინტერესოა საჯარო რეესტრი მისცემ თუ არა ჩინჩალაძეს და მურუსიძეს ამ ქონების გასხვისების საშუალებას, თუმცა აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნებისმიერი ადამიანი ან ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მათთან რაიმე სახის ბიზნეს შეთანხმებაში შევა, თავადაც სანქცირებულთა რიგებში მოხვდება. ტერს არ ვუსურვებდი მოხვედრას, იმდენად მძიმე განაჩენია ეს და როდესაც ახლა ის ამბობს, ვიცით სიმართლე რომ გითხრათ, ფინანსურად ამას ჩემზე არავითარი გავლენა არ ექნება. როდესაც ქვეყნის არა მარტო უბრალოდ მოსამართლე ხარ, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხარ და ამ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება გიწევს და შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს ორი მთავარი პარტნიორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, შენზე იძახის, რომ აი მთელ მსოფლიოში 30 კორუმპირებული კაცია, იმ 30-დან 2 თქვენ ახართო. ხო, რა ვიცი, მე მგონი ნამუსი უნდა გეყოს, რომ საერთოდ წახვიდე ამ სისტემიდან, იმდენად სირცხვილი ხარ უკვე ქვეყნისთვის, მაგრამ ასეგებია, რომ ეს არის ზუსტად სისტემის დაკვეთა და ამიტომ არიან ისინი ჯერ კიდევ სისტემაში. ქვეყანაში განვითარებული ბოლო პროცესებიდან გამომდინარე, ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული საქმეების მოსამართლეები დაესანქცირებინა, მათთვის სავიზო ან საფინანსო შეზღუდვები დაეწესებინა, თუმცა ამერიკამ და ბრიტანეთმა გადაწყვიტეს, რომ სანქციები დაეწესებინათ უშუალოდ იმ შეფებისთვის, რომელიც აი ამ კლანს სათავეში უდგანან და ქართული ოცნების პოლიტიკურ დაკვეთებს თავად ასრულებენ.